ჩემთვის ევროკავშირი და ევროპა არის არჩევანის თავისუფლება. რა თქმა უნდა, თანამდები დემოკრატიული ნიშნულებით. ევროკავშირზე და ევროკავშირის ღირებულებებზე, სიკეთეებზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო, თუმცა რამოდენიმე ასპექტი მინდა გამოვყო დღეს და შევეხო, რაც რეალურად დღეს ჩვენს ქვეყანაში უხეშად ირღვევა და ფაქტიურად აღარ არსებობს ეს დემოკრატიული ასპექტები. პირველი ის, რომ ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება ანგარიშვალდებულია ხალხის მიმართ. ჩვენთან ეს დღეს სრულიად გაუცხოებული გრძნობაა და ის კი არა, რომ ხალხის დაკვეთებს ასრულებდეს ხელისუფლება, კონკრეტული ოლიგარქების, მაღალჩინოსნების და პოლიტიკური მაღალი თანამდებობის პირების დაკვეთებს ასრულებს. შემდეგი რაც მინდა ვთქვა, ეს არის თავისუფალი მედიის ასპექტი. კრიტიკული მედია არის აუცილებელი მამოძრავებელი ძალა დემოკრატიული სახელმწიფოსი. აქვე მინდა ვთქვა, ჩვენ კარგად ვიცით დღეს მიმდინარე პროცესები. ქალბატონი მზია ამაღლობელის საკითხს მინდა შევეხო, რომელიც ქართული ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა, ესე ვიტყვით, მათ უსაღათ აქციეს და აქვე მინდა ჩემი სოლიდარობა ქალბატონ მზია ამაღლობელს, რომელიც ყოველთვის სამართლიანობის და სიმართლის მხარეს იდგა. მთავარი ასევე არის კანონის უზენაესობა. ზოგადად ევროკავშირში კანონები მიიღება იმისთვის, რომ იქნეს ადამიანის უფლებები დაცული. პრევენცია, დანაშაულებრივი პრევენციის სახით არის საკანონმდებლო ბაზა, ზოგადად ნორმატიული აქტები მიღებული. ჩვენთან კანონები მიიღება კონკრეტული ვიწრო ჭრილის მატარებელი პიროვნებებისთვის, ეს იქნება მაღალი ჩინოსნები, ოლიგარქი, მათ ინტერესებს მორგებული ასპექტები. მარტივად რო ვთქვა. ჩემთვის და ზოგადად ევროკავშირის მთავარი ამბავი იყო, შექმნის მთავარი ამბავი იყო მშვიდობა. ის რაც დღევანდელი ხელისუფლება ყველა მხრივ და ძალიან ხშირად აპელირებს მშვიდობაზე, როგორ წარმოგვიდგენია საოკუპაციო ზოლთან მცხოვრები ოჯახებისთვის, დღეს მათ მშვიდობა აქვს. არა მგონია იმათვის მშვიდობიანი დღე თენდებოდეს ან ღამდებოდეს. მე უკვე ვერ წარმომიდგენია საქართველოს ცენტრალურ ქუჩებში გადაადგილება უსაფრთხოდ. ჩვენ ვიცით გარკვეულწილად რა მოვლენებიცაა და გვესმის ყოველდღიურად უბედური შემთხვევები. ჩემთვის ევროპა არის აი ამ ღირებულებების მატარებელი და ზუსტად სიმშვიდის და მშვიდობის მატარებელი ერთგვარი გაერთიანება. ჩვენი წინაპრები 10 წლეულობით იბრძოდნენ დასავლური კურსის შესანარჩუნებლად. ის რომ ბათუმში თუნდაც სიმბოლურად უკვე 116 დღეა მიმდინარეობს აქციები, მშვიდობიანი აქციები და ეს საკონსტიტუციო სასამართლოს წინ არის განსაზღვრული. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენ კონსტიტუციაში წლების წინ ჩავწერეთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი იყო ევროკავშირში ინტეგრაცია და ზუსტად კონსტიტუციური უფლების დარღვევა დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან ესე აშკარად გაცხადება, რომ ჩვენ ვცილდებით დასავლურ ორბიტას. ჩვენი წინაპრების ბრძოლას ჩვენ აუცილებლად ჩვენი თაობა ბოლომდე მიიყვანს და მე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ღრმად, რომ ჩვენს მომავალ თაობას დაუტოვებთ ევროპულ საქართველოს. ერთ-ერთი მშვიდობიანი ხერხი, რომ ჩვენ ევროკავშირს და ევროპას ვაჩვენოთ ჩვენი ევროპული განწყობები და ის, რომ ჩვენ გვინდა მათი დიდი ოჯახის წევრობა. ამიტომ დესტრუქცია ნამდვილად ჩვენთვის მისაღები ქმედებები ანუ ხერხი არ არის და ეს ერთი ასპექტი დაგვრჩა, რომ დემოკრატიულად მშვიდობიანად აქვე მინდა აღვნიშნოს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაიკარგა დღეს საქართველოში. რასაც ევროპა და ევროკავშირი ჩვენ ამის გარანტიას გვაძლევს. აი ეს ზუსტად უწყვეტი აქციები ამის მანიშნებელია, ხო? ის რომ ცარიელი ბანერის გამო შეიძლება ადამიანის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მისცე, ან უკეთეს შემთხვევაში კიდე ადმინისტრაციული წესით დააჯარიმო. აი ამის პროტესტის ნიშნულად ჩვენ ვდგევართ დღეს 116 დღეა უკვე გარეთ და ვაპროტესტებთ არა ევროპულ ხელისუფლებას.